Emmanuel Macron und ich მე და ემანუელ მაკრონი ახალ ფრანკო-გერმანულ პარტნიორობაზე შევთანხმდით. ჩვენ ახალ ძალას მივცემთ ფრანკო-გერმანულ მეგობრობას და გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას ყველა დონეზე. ასე შევიმუშავებთ ახალ ფორმატებს, როგორიცაა ის-3-ის პროცესი და ვაიმარის სამიტი. ჩვენ ერთობლივ ზომებს მივიღებთ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაფართოებისა და ნატოს ფარგლებში ევროპული საყრდენის შემდგომი გაძლიერების მიზნით. ეს ასევე მოიცავს ორმხრივ შეიარაღების თანამშრომლობას, რომელსაც ჩვენ გავაღრმავებთ და დავაჩქარებთ. ასევე თანამშრომლობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ასევე შევთანხმდით ფრანკო-გერმანული მონაწილეობისა და უსაფრთხოების საბჭოს კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ჩვენ გვსურს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაუმჯობესება, ჩვენი ეროვნული თავდაცვის დაგეგმვისა და შესყიდვების პროექტების კიდევ უფრო მჭიდროდ კოორდინაცია და ასევე ახალი პასუხების გაცემა უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ. სანამ რუსეთთან ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ მივაღწევთ, ჩვენ ვერ მოგაწვდით ინფორმაციას უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების მასშტაბის შესახებ, რადგან ჯერ უბრალოდ არ ვიცით პირობები. ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩეს ჩართული ამ პროცესში და ასევე უკრაინის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიაში. პირველ რიგში ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ეს ომი დასრულდეს და დასრულდეს სამუდამოდ, არა მხოლოდ რამდენიმე დღით.